განცხადება მინისტრმა სარფის საბაჟოზე გააკეთა. სასაზღვრო ზონაში ჟურნალისტებისთვის მედიატური გაიმართა. ჟურნალისტებს საბაჟოს მუშაობის სპეციფიკა და პროცედურები თავად ხადურმა გააცნო. მედიის წარმომადგენლებმა ინფორმაცია საგადასახადო და საბაჟო კანონში შესატან ცვლილებებზეც მიიღეს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ჟურნალისტები, რომლებიც ძირითადად ეკონომიკურ სფეროებზე მუშაობენ, ჩამოვიდნენ, ადგილზე გაეცნობიან საბაჟო პროცედურებს, რეგულაციებს, მათ შორის ფიტოსანიტარულ და სამედიცინო რეგულაციებს, ადგილზევე მათ გავაცნობთ დაგეგმილ ცვლილებებს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობაში და მათ შესაძლებლობა ექნებათ არამხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულად ნახონ თუ რა ხდება საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე. საბაჟო პროცედურების გაცნობა და ზოგადად შემოსავლების სამსახურის ფინანსთა მინისტროს ურთიერთობა ჩვენ ვთვლით, რომ პრიორიტეტულია ჟურნალისტებთან, ვინაიდან უნდა იყვნენ გათვითცნობიერებული, იცოდნენ ზოგადად საქართველოში როგორ მუშაობს შემოსავლების სამსახური, რა სტრუქტურა არის, რა უფლება-მოვალეობები გააჩნია და შესაბამისად როგორ ხორციელდება ამ მოვალეობების განხორციელება, მოცვა და აღსრულება. Გავეცანით ძალიან მნიშვნელოვან და დეტალურ პროცედურას საბაჟო სპეციფიკის შესახებ. ზოგადად საინტერესოა, ბუნებრივია ვიცოდეთ რა ხდება, როგორ კვეთენ მოქალაქეები ჩვენი ქვეყნის საზღვრებს და მე არა მარტო ახლა, უკვე დიდი ხანია ძალიან მეამაყება, როგორ არის მოწყობილი ჩვენი საბაჟოები.